მოგესალმებით თავისუფლებას ინდისის ატიმრებს ძალიან ცინიკური იყო ირაკლი კობახიძის ინიციატივა, როდესაც მან გააჟღერა და თქვა, რომ საჯარო სივრცეში, საჯარო დისკუსია უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ სივრცეში. თვითონ წინადადება რას ნიშნავს, ხო? არ არის ეს საჯარო დისკუსია, გამქრალია და ვინ გააქრო ქართულმა ოცნებამ. ახლა გადაწყვიტეს, რომ თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა დემოკრატიული საზოგადოებისთვის დებატები, რაც ცალკე აღებული ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის უმნიშვნელო ყოველ შემთხვევაში. არა, ეს არის ყველა დემოკრატიული სამყაროს და ყველა დემოკრატიული სისტემის და ყველა დემოკრატიული საზოგადოების დაუწერელი კანონი, რომ უნდა არსებობდეს დებატები. ჩვენი პარტია ლელო, როდესაც შეიქმნა 2020 წლის არჩევნებზე, მაშინ შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა დებატების დავალდებულების შესახებ. რა თქმა უნდა, მათ შემოდეს ეს თაროზე. ყოველთვის არსებობს კანონში დებატების ვალდებულება წინასაარჩევნოდ ხო, ის ცოტა სუბიექტების მონაწილეობით. ის ხო, კიდევ ცოტა სხვა ტიპის ვალდებულებაა, ჩვენი გაცილებით უფრო მეტ ვალდებულებას გულისხმობდა, რაც უზრუნველყოფდა მმართველი ძალის მონაწილეობასაც ამ დებატებში. ყოველთვის ვიწევდით ხოლმე, თავაზობდით ნებისმიერ ფორმატს, მათსავე პროპაგანდისტულ ტელევიზიებში მათ შორის და იმედის ტელევიზია მთავარი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რაც აქვს, წლებია უკვე დახურული არის. პირდაპირ შეხმიანება არ ყოფილა ამ პროცესში? არა, რა თქმა უნდა. რომ იყოს? არა, მოგახსენებთ მაგას. პირდაპირ ეთერი არის დახურული, ეს ქართული ოცნების რეალურ ნებასა და მიზნებზე წლების განმავლობაში უკვე მეტყველებს. მათ ეს დებატები არ სურდათ, მათ სათქმელი არაფერი აქვთ ქართველი ხალხისათვის იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე აწუხებდა საზოგადოებას და დღეს რო შევხედოთ, ხო, რამდენიმე მთავარი თემაა. ეს არის მიტაცებული არჩევნები, ეს არის მიტაცებული ძალაუფლება, პოლიტპატიმრების როგორც ასეთის არსებობა და სინდისის პატიმრების არსებობა საფრთხეში. მოგახსენებთ ხელისუფლებასთან წახვალთ. მოგახსენებთ ამაზე. საგარეო კურსის ცვლილება, ქიმიური მოწამვლის საქმე, არაბული ინვესტიციები, ტოტალური კორუფცია და სხვა. ახლა ქართულ ოცნებას სურს რაღაცა დემოკრატიობანას თამაში, გასაგებია, ახსენეთ, ხო, როგორი პარტიებიც მოიწვია. არა, ცდილობთ თუ არა ამის ჩვენება, თორემ მე არ მგონია, რომ ახლა იმ პარტიებში ვინმეს ახლა შეიძლება კომპეტენციას ან რაღაცნაირად ამ დებატებში ვერ გამოიჩინოს თავი და ასე შემდეგ. არ მაქვს არავის არასოდეს მე ვფიქრობ ოპოზიციამ ქართულ ოცნებას არ უნდა შეუწყოს ხელი თავისი პოპულისტური ზრახვების მარტივად განხორციელებაში. თქვენ შეუწყოთ თქვენ თავს ხელი ხელისუფლებასთან უპირატესობის წარმოჩენაში. მაგას გეუბნებით სწორედ, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მზად არის, რომ ნულოვან ნიშნულზე დატოვოს. იმ დღეს ვიყავი სხვათა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჩემს შემდეგ აღარ მახსოვს, მე მგონი გორდულაძე შემოდიოდა და ვეუბნებოდი თქვენს კოლეგა წამყვანს, რომ შემოიყვანეთ, აი დაარღვიეთ თქვენი გადაცემის ფორმატი. ნებისმიერ დროს. ეს ხო პრობლემა არ არის. ოღონდ დავასრულებ თუ შეიძლება რა. ეხლა ერთი მხრივ ამბობენ, რომ დემოკრატიისთვის დებატებია მნიშვნელოვანი. ამავდროულად ამბობენ, რომ საქართველოს საზოგადოების მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა რომ დაუჭირა პარტიებს მხარი, იმ პარტიებს კრძალავენ, თან ამბობენ, რომ ლეგიტიმაციას ჩვენსას თუ არ აღიარებო, ესე იგი კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებო. მათგან განსხვავებით, რომლებმაც დაარღვიეს კონსტიტუცია, გავიდნენ კონსტიტუციური სივრციდან, ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც რჩებით ერთგულნი კონსტიტუციური წესრიგისა. მაგრამ მათი ეს შერჩევითი მიდგომა და საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, ისინი ამბობენ, რომ მარტო მათ მოვიწვევთ დებატებში, ვინ ჩვენ გვაღიარებს. სოზარ სუბარი, რომელიც თავადვე მოიგონეს 2 წლის წინ, 3 წლის წინ, ვითომ ახალი პარტია შექმნა. მე 24-ის არჩევნების წინ დაატოვებინეს თავის პარტიის რიგები, მე შეიყვან ნებისმიერ დროს ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას ამ თემებზე სასაუბრო არ აქვს, ეშინიათ გავანადგურებთ, მაგრამ მათი მზაობა ეს არ არის და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ჩვენი პარტიის პოზიცია ძალიან დიდი ხანია უკვე არის ცნობილი, რომ რეჟიმთან წინააღმდეგობის, ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე კოორდინაცია. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ესე როგორც სხვა პოლიტიკური აქტორებისთვის პარტიული იდენტობის შენარჩუნება და ეს არანაირად არც
რაღაც ვიწრო პარტიული რამ არის ან სხვა რამ, ხო? ბუნებრივია ლაპარაკი, რაღაც ტალღაზე თუ მოძრაობაზე თუ რაღაც. ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური პარტიების არსებობა არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება რეჟიმის ცვლილების შემდეგ და პოლიტიკურმა პარტიებმა ყველა ეტაპზე, მათ შორის დღევანდელ ეტაპზე უნდა გააგრძელონ არსებობა ინსტიტუციური, თუმცა ის რაც გვაერთიანებს, ეს არის რეჟიმის ცვლილება, ხო? ამაზე ჩვენ საუბრობდით ჯერ კიდევ 24 წლის არჩევნების შემდეგაც, ოდესაც პირობითი სახელი. ახლა ამ პროცესს გააქვს? კი, გვაქვს. ურთიერთობა. ანუ მე მინდა რომ ავხსნათ ჩვენი პარტიის პოზიცია. ალტერნატიული პარლამენტი იქნებოდა ეს. სალომე ზურაბიშვილის ფორმატი იქნებოდა, ხო? ქართული ქარტიის ხელმოწერა. ჩვენ ბოლომდე ვიყავით 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებითაც ასეთი მზაობა გქონდა, რომ ერთიანი ფრონტი ყოფილიყო. ეს მიგვაჩნია დღესაც დღევანდელ მოცემულობაში აუცილებლად. ოღონდ სიტყვა ერთიანობა სხვადასხვაგვარად ესმის საზოგადოებასაც და როგორც აღმოჩნდა პოლიტიკურ სპექტრშიც არ არის ერთიანობა იმაზე თუ რა იგულისხმება სიტყვა ერთიანობაში. ზოგისთვის ეს არის პარტიული ხაზების საერთოდ წაშლა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ინსტიტუციური შერწყმა მოხდეს, ასეთი ტიპის ერთიანობას ჩვენ არ განვიხილავთ, არ გვგონია სწორი, იმიტომ რომ ეს ჩვენი აზრით არ შეესაბამება ქართული საზოგადოების და ოპოზიციური ამომრჩევლის წინააღმდეგობაში მყოფი საზოგადოების ყველა სეგმენტის ინტერესებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ გავზარდოთ ძალისხმევა, გავაერთიანოთ ძალისხმევა და პირველ რიგში ეს ენერგია და ეს ძალა არის ხალხში, რომელიც სხვადასხვაგვარად აღიქვამს მათ შორის პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ყოველთვის სადაც საუბარი იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე კოორდინაციაზე და ასეთი ტიპის მოქმედებაზე, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეროვნული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, როგორც პოლიტიკური კლასი უნდა გაძლიერდეს. ამაში ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება კონკრეტულ შეთანხმებას, კონკრეტულ დოკუმენტს, ჩვენ ამ დოკუმენტს პრინციპებზე შეთანხმების პროცესი მიდის და ამ პროცესში ჩართული ჩვენ არ ვიცი, ზოგიერთი პარტია შეიძლება უფრო მეტად ისედაც ჩართული არის ერთმანეთთან თანამშრომლობაში. ჩვენ პარტიასთან და ჩვენი პარტიის წევრებთან გქონია ინდივიდუალური კონსულტაციები, რომელიც კიდევ ერთხელ გამომდინარეობს ამ საჭიროებიდან, კოორდინაციის საჭიროებიდან და კოორდინაციის თემაზე. უფრო მეტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ფუნდამენტური მზაობა შემიძლია ამისი დავადასტურო. ოღონდ ეს ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს რაღაცა ქოლგისგან, ფორმატისგან, აგიდისგან და შერწყმისგან.